სასიკვდილო რბოლა დაიწყო. თქვენზე ძალიან მეველოდებოდი ამ ვიდეოს, მეთქი როდის გადავიღებ სასიკვდილო რბოლას. მოდი ეგრევე გადავიდეთ საქმეზე. იუთუბერები ვინც დაждდებიან ჩვენ ავტომობილზე, თქვენი მოთხოვნა გავითვალისწინეთ. კომენტარებში ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო, რომ საეჭო და საეჭო იქნება პირველ ავტომობილში. მარტო საეჭო არ კმარა. ჩვენ დავამატეთ აჩი მანქანაში თან ფუნქციურად. აჩი არის ყველა ცნობილი თავისი ავარიებით. ანუ როცა შეუძლია ვიდეოსაც ჩასვას მოგება, როცა შეუძლია მანქანას მოერიდოს, აერიდოს, აჩი პირდაპირ მიდის და ზუსტად ეს გვჭირდება ჩვენ არ ბოლაშიო. ყველა პირდაპირ გაჭრას, ამიტომ რომ ყველაზე აუცილებელი ფიგურა არის აჩი აქ. სუპერძალას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ხა სატესტო რეჟიმი არის და მანქანას ვერ გავიმეტებთ, იმიტომ რომ ეს მანქანა როგორღაც უნდა მივიდეს შეჯიბრამდე, ამიტომ ფინანსურად გასპოილერებ მანაჯობია რომ იცოდეთ. პადელის ბურთები იქნება ლურსნები, რაც ჩვენმა მონაწილეებმაც არ იციან. უბრალოდ ეხლა რომ ლურსნები ჩვენ გაეკეთებინა და ჩამოყვე და გავაფუჭებდით მეორე მანქანას და საბურავებს. ამიტომ ბევრად ბრუტალური იქნება სუპერძალების შეჯიბრის დღეს. ჩვენ თქვენ სურვილებს ყოველთვის ვითვალისწინებთ. შეამჩნევით უკვე. არ გეგონოთ რომ თქვენ კომენტარებს თვალს არ ვატებთ. ყველა კომენტარი ვიცით, ამიტომ ვიდეოს ბოლოს რაღაცა ისეთი სიახლე დავამატეთ, რაც მეს თქვენს და ყველას გავიხარდება, ასე რომ ვიდეოს ბოლოს ძალიან მაგარი სურპრიზი გელოდებათ. ეს გრანდიოზული პროექტი არ შედგებოდა, რო არა ჩვენი არხის წარდგენის სპორტული საინფორმაციო პორტალი კოროკოჯი, რომელიც გვერდში გვიდგას და მაგის დამსახურებაა, რომ ჩვენ ასე აქტიურ ფაზაში ვიდეოებს ვდებთ, თვეში 2 ვიდეოს ვდებთ. მეორე წელია უკვე ჩვენი არხის წარდგენი არის. ასევე ჩვენი არხის ახალი პარტნიორი ლოჯისტიკური კომპანია კარგო პოლო, რომელიც ეხმარება დილერებს ამერიკიდან ავტომანქანების ჩამოყვანაში. ასევე ჩვენი პარტნიორი ელფი, როგორც ისეთ რომ ყველა მანქანაში ელფი გვისწრია. ეხლა დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ თემას. რბოლა, სადაც 10 იუთუბერი შეეჯიბრება ერთმანეთს, ასევე ერთი გამოწერი. ამისთვის საჭიროა რომ არხი გქონდეს გამოწერილი და ჩვენ გვაქვს სიახლე გამოწერის გვერდზე გვინდა რომ ჩავსვათ TikTok ედიტორი. ამისთვის საჭირო არის ამ ვიდეოდან მოყოლებული სასიკვდილო რბოლის ბოლო ვიდეომდე გააკეთოს ედიტები, ჰეშტეგი TikTok-ზე შალიკა 100 და ვისაც ყველაზე მეტი ნახვა ექნება, ის მოხდება ჩვენ რბოლაზე მონაწილი სამპულაში. გარდა იმისა, რომ შენ შეგიძლია გახდე ჩვენი არხის პარტნიორი, ასევე შეგიძლია გამოაგზავნო შეთავაზება შალიკა პროჯექტზე და გახდე უბრალოდ სასიკვდილო რბოლის პარტნიორი ცალკეც. რა თქმა უნდა, ქართულ კომპანიებს უფრო პრივილეგიას ვაძლევთ. გამოაგზავნეთ, იმიტომ რომ ივენტზე ბევრი რაღაცები გვჭირდება. ფუდკორტი, მანქანების გამოფენა, ბავშვების გასართობი ზონა, ასევე თქვენ შეგიძლიათ თქვენი კომპანიის პრეზენტაციები გააკეთოთ, იქ იქნება ესეთი ადგილები. თოვლა ამოანათებს ეხლა და მე ჩვენ პადოგზე გადავალ და კიდევ უფრო დეტალურად ავხსნი. ეს შემოთავაზებები მიიღება მხოლოდ აპრილის ბოლომდე უკვე ჩვენ ჩამოყალიბებულები ვიქნებით. რა როგორ აიქნება და რა თქმა უნდა მესამე ეპიზოდში სასიკვდილო რბოლის მესამე ეპიზოდში თქვენ უკვე ზუსტ თარიღს გაიგებთ თუ რა დღეს ჩატარდება სასიკვდილო რბოლა. დასწრება რა თქმა უნდა იქნება უფასო, იმიტომ რომ ბევრისგან გავიგეკითხები რომ რა ეღირებაო და რაღაცები ერთმანეთს ეკითხებიან და სულიად უფასო იქნება დასწრება. ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ თქვენ ისიამოვნოთ, ჩვენმა გამოწერებმა ისიამოვნოს. მე რა თუ ჩვენ გამოწერა ხარ მაინც ისიამოვნე, ჩამოდი თუ არ გინდა არ უნდა გამოიწერო იასნია. მაგრამ თუ გამოიწერ უკეთესი. ჩამოდი გელოდები. ეხლა ძალიან ეს შესავალი და ჩემი მონოლოგი რო არ გაიწელოს, წამო გადავიდეთ უკვე რუსთავის ავტოდრომზე, სადაც უკვე ჩვენ სტუმრებთან ერთად გავაგზავნებთ ვიდეო. ჩამოვიდით რუსთავში ტრეკზე. ჩვენი პირველი სტუმრები და პირველი მრბოლელები საეჭო და აჩი, ქავერზე ნახავდით ქობულა, მაინც დააყენებდა მაგას. გამარჯობათ. ვითომ არ ვიახი. ყველას გვეგონა, რომ საეჭო ძალიან მაგრა ატარებდა მანქანას და ეგ მითი დაიმსხა. ეხლა ჩამოვიდა 6 წლის წინ ავიღეო პრავო. არ ვიციო გავატარებ თორემ 1 წელიწადში სწავლა. 2000-ზე ფაქტია. და აჩი ვიცოდით რომ მექანიკას არ ატარებდა. მაგისთვის რაღაც სურპრიზი გვაქვს. ეხლა ვნახავთ მანქანას, გადავხდით. ვინმე ყავს რომ გადახადოს, არავინ არა. ჩვენ გადავხდით. ჩვენთან გადავხდით. წავ მანქანა გადავხდით. მანქანის გადამხდელი ეგეთი პროფესია არსებობს. აი, ხო არ არსებობს. ხო და ის არის ურუს გავს ძალიან რა. და ვარდი უნდა იყოს ზევით, უეკლოდ. ვახჩი. აი. ბიჭო, რა კაი ვიცი. ბიჭო, იმენა ნაშრომია რა.
აუ 800 წა. ეს ხელთაც მაინც გააკეთეთ თუ ის ხელს იმას დღესაც ის ეს გააკეთა. არა ხელი. არა ხელთაც. მაინც ნუ უტყავ შეჩემ ეხლა არ დაშავ. ანუ წამო უკან სუპერზალა ვნახოთ. სუპერზალა. სუპერზალა აჩის რომ მიწერა ეგრევე მიხვდა რა. პადელის ბურთები ყავი რა. შეგინი თოკია და რომ გამოხაჩო უკან პადელის ბურთები ცივა. აქვე ავარჩიო თუ ვინჯდება საჭესთან. რიგრიგობით. საჭესთან არა, ანუ მართვას. ეხო რიგრიგობით ორივეს მოგვიწევს. რიგრიგობით იყო, მაგრამ შენ მექანიკა ისო რაღაცები შეცვალეთ რა. წამო, შეხოჯდები. მახარა დაждები. ო, მე პროფესიონალი ვარ. მახარა. ყურადღება აჩი საჭესთან. ეს საიკითხე. მო არასწორად. ახედანო. ეს საიკითხე მოდი აქ. ხო და რა მე რო არ ვარ საჭესთან. ორი საჭირატო აქ. მე იდექი თემა არ ეგეთი, ახე შეხოტარება. აქ რა ხდება? აუ მე ხა მივხვდით. ვიჩაკი. ეხა მივხვდით, შემი რა აუ რა კაი. ძალიან კაია. აუ რა ვინ ქოქავს? შენ ქოქავ. ეს რა შენ საჭი არ გექნება, აი შენ მაინც. I love you. Hi. აუ იდეალური არის მართლა. Hi. ეხლა ხო სატესტოს გავაკეთე. ეხა გავიაროთ. ამას სტრაიკი არ დაგედეთ. ერთი სატესტო გავიაროთ ხა. და მე რა ვქნა, იმიტაცია გავაკეთე, თუმცა ბოლაზე ხარ და მე გამოვყევით მეორე მანქანა. კალას ისე ეწყენა გადაცემაში, მე რატომ ამ სწორად კალაც თქვენთან იქნება. მოვკარის თვალი კალას. აუ ეს რა შეგრძნებაა, ბიჭო. აუ მაგრამ მაინტერესებს. აი ხა მინდა რომ დავждდე რა, მაგრამ მაინტერესებს. მე რა გიქო რა დოსთან გააჩვენე, თუ ანუ არ იცი რა დროს მოუხარ. სვეჩი. იცი როგორ ის ტიქტოკთან გავიმეორო იმის მოძრაობები, რომ ხო და ისე ადამიანი მართა მე საჭესთან ხო ვიჯექი და იმას ვეუბნებოდი მოუხვიო. ის მეუბნება დაატომი. იმენა მაგრაოვირიეთ. აუ გავტესტო. დავაი. დავждდე, დავაი. ახალი მოიც მომაკიდები ეს შევა რომ მივხვდი. მითი რა დაძარი. რა დავძრა შეჭი რა დაიგო? პირველი წააგდე ხა. არა, ეს გავიგე, მაგრამ რა ხოიცი შენი? ეს გავიცნე რა. უნდა უკან ნახოთ ან შტურმანი ხარ რა. დავაი, მიდი და. კაცე გელოდები. რა. აი ხა შეგით რა ხდება? აუ, ჰა? ეს დაძარი, მოსთან. აღჭი. საიტი ეს რატო აღაზავ? ოხ, ეს აღაზავ. დაიცი შეჭი. რა ესე ჩქარა რატო შეჭი? ცოტა ნელაი არის. არ არის სამუქსაურის. ნელა შეჭემა ვერაფერს. მეტი სამუსი მით. რა თორმუსი მეტი. მეგონი მოკლავა მაგას შენ. ოხ, ვერ მარჯვდი. შეჭემა რა ვერ ხარ? ბახარ ესე არ გამოვა, არ გავთელოთ ესე დიკეჭი. აუ მაგრამ აუ მოიცა სად მივიდოთ აბა აი ფიშკებს გაძვი შეჭემა არა მან და რა აქ ფიშკებს წადიან იქ და მოვა აღჭი აი ნელა შეჭება ვარ ასაკეთ ბიჭო იმებში არის შეჭემა გაჩი ეცადე და ფანჯარას მომწე ვაუ წაიოს ფანჯარა აი რა. აუ ძალიან ჟუტკია სამეთო ეს რა გიზის გვერდზე ძალიან ეხა ცა ხოიცი შენი? ბიჭო ასე არა დაატორმზე მე მიყვეს ნელა ვერ დაკავს ნელა აი კი იანე ხომ გზა არ ვიცი მე გზა უნდა მითხრა ფიშკებში არის რა მნიშვნელობა აი გააჩერე. და მე მოვა მაგაი და უკან გამოვყო. ხელებს მიტყო და გააჩერო ნელაიანო ბიჭო მიუხვი რა შენ რა გინდა ჩემი ნელაი თუ საფათო აუ თქვენ დაიმტრევით. შეჯიბრამდე ვერ მოახდებს ეს მანქანა მართლა. წეღან ამოარტყა ფეხი გამეჭედა ბიჭო ის პატ ძალიან ცოტაზე აქ და აი რას ფიქრობ? ბიჭო ძალიან კაი ფიცხი მოტორია რა ძალიან ფიცხი მოტორია რა პროსტა ის ვერ ხედავ ყვირის და წინ მიდის კაი ანუ დააწორმუზეს მე მიყვირის წინა წარაფეიჭებს პერკენი. ეხა დაჯახება არა
შესასვლელი აქ აი ეს გახსოვს? აი ეს აქ უნდა შეხვიდე მაშინ. შმერას მეუბნები რულს საჭესთან შენახარ შეჩემა. მაგრამ დამატრიალებინე. აი ხა ნახე ეხა მიხსნის შესასვლელი აქედან არის. მეც ავირიე მომისინე. ეს ეხა ნორმალურია. შესასვლელი აქედან არის მე მიხს. ბიჭო ხო მაგრამ ნელა ატარე რომ შევიდე. მაგარი ფიჭი მატორია. კაი ეს ჩემი მიდი. ჯერის სოდავ. მოდი ის არ მოგოქეთოს ეს. ეს ეს იوان დავდი. კაი ეგრევე შევა არ დავადგე. აი ჩამოვა. ეხა იმათ უნდა გაიარო გზა კიდე ერთხელ, რა. იგან მე მივარდები ეს ვნახოთ, აბა. პატარა ტესტები გაიარო სასიკვდილო გოლიცი, რა. ეხა მარტო იარო ეგრე არ არის. ისე ვიდეოში. აი ჯო. ოპო. აი ბიჭო. ნე. ვიდეო. ოპო. აი ეს შეოსული სამ. მოუჭენი დაუბისდე შეჩემა რა არა დაუბისდე დაიბიდე და მეორეს გავუკეთე და ვიტიშიას ამოერა ბიჭო შენი ბრალია ეხა დაჭაჭირე ცოტა ჩავჭი შარი ხარო ეხა კაი და ჩაუჭრი ეხა ჩაუჭრი აი კეთილს ძე მიდის სადა შეჩემა სადაც გაგიქცა ცოტა უნდა ჩემი მოუჭენ ეს დრო დაჭი ვახ ჩემი აი არიცი სამანტარება ვერ აჭერს რა ბიჭო ვერ აჭერს გადართვა აუ ტიპი რომ მოგზდოს რაც უკრია ეს აგაცილა ბიჭო როგორ მოგზდევდი იცი ატაფალკას. სად გავუხოვდი ბოლოს რომ მეთქი მაკეტკენ ჩამოვიდა კატაპალკასაა სხვა დააზიანა ძმა არა მაგას უბრალოდ არაფერი აჭერს მაგიტო დაგიტორმუზე რომ მე ტვინი მომეტყვა და მე გეგრემაის დავეჯახებით ხო არაფერი აგინა არა ნორმალურად არის ხა რომ გითხრა ბიჭო რაღაცა უნდა ძალიან სიჩქარეზე დავიდა და მან შენ რომ დაგიტორმოზებინა სერიოზული არა მე გიყურებდი სარკეში რა სარკეში ხო უყურებ სარკეში არ უყურებდი რომ მოგდევდა არა სარკეში არ უყურებ ეხლა ნახე ჩვენთან ხორნი ვიყავით და 6 ტიპი ერთად რო ძალიან იდგებით ის არის იქ ვის ეჯახება იმენა ვერ გაიგებს ბიჭო ვაფშე ხელების დამცავით შეიძლება დამჭირდეს არა ხელის ის ვიცი შრემი მაგარი შემეშინდა. რადო რაღაცა შენ ვაფშე ნიპრიჩემ როგორ მოეკიცი შეჩემ. ხალე მე რომ მომდევდა მე შენ ვეჯახებით სპეციალურად დავუმტო ხო აბა მაგრამ მექნა ისე ვერ ეჯახებოდი ის დატრილება კაი ხო კუთხეში კუთხეში ბიჭო ერთ შიში არის გვერდიდან ფანჯარა არ გასკდეს რა არა აქ ის იქნება პოლუკარბონატები იქნება მე გეგრე არ გაგწიროს მე გვერდიდან შეგვასკდეს თუ კაი არა ბიჭო აი ის გინდა აქეთ რა აი პროსტა რაღაცა გინდა ეხა ესე ვიჯექ დუგი არა აი ხელი ხელის პროსტა რომ აი რაპტო იმასაც რო აქვს ხო, რა აი, ამერიკულ მანქანას რამე გინდა რომ პროსტა ვერ იკავებ ხო თავს შენ რა გიჭირს მე საჭესდება შენ საჭე მაინც გიჭირავს შეჭე ხო ამას თავი უჭირავს და რემენი არ გეკეთა ხო იას არა ხო და აი რემენი უნდა გავუკეთებინა რას გიშვებს კალარაშვება. აუ აუ, რამდენჯერს გახედავ. მაგარი ადრე ბიჭო
კიდე რას მივხვდი ახლა იცი? ხო იცი რომ ეჯახებოდი. მე ხო არ ვიცოდი რომ ეჯახებოდი. შენ საკი არა არა, როა ტორმოზებდი, რა ვიცი მე შეჩემო. მე ხო არ მაქვს ეს ისა კონტროლი. ხო გითხარი არ გითქვი რა. სულ მზაკონაში უნდა იყო რა. სულ ავარიის მოლოდინში უნდა იყო მაშინ რა. ხო და აქ თან თემა რა არის? ეხა ხო 6 შეხვალთ. 6 ვინ საიდან გეჯახება ხო ვერ გაიგებ. აუ 6 და ახლა ერთი დანამატი გვაქვს რომ ავღანა იჩდება ცალკე მაგარი რომელსაც დავალება აქვს რომ ყველა უნდა დაამთავროს. ვა ანუ თუ გადავრჩით. გადავრჩებით აუცილებლად მედმაქსი არის ჩავლებრივ მართლა რა. გინდა ეგეთ ფორმაში მოვიდეთ მე და შენ მედმაქსის ვიზუალები ჩავხსნათ რა. ხო, ეგ რა. დავай. წამოიხე ის გავთ სუპერ ძალა გავთ. სუპერ ძალა გავთ ხო? მე იქ საჭესთან დაბრუნდი. ხოდი გაიქცა. სტუპუზია შენ რა кайს მანდავს აუს უკარო გიქნა. მაგრამ მე სარკი ვერ ხედა უკან შეჩება ეხა მივხვდი ახლა. რატო არ ვიყურები უკან? ხო და მე უნდა ვიყურებოდე შეხვალ. დას დაინახა კალას თვალებს. მაგრამ აბა როგორ ეს მოდი ახლა ადი. ცოტა მეცე არა მოსახოშა მოსახოშა აი ანუ ეს ჩაჭირე შეჩერა ოჭახი ჩაჭირე ნაღვაჩა ეხა დაუტორმუზეთ არ ვიდი არა ხო მოეცეთ მაგრამ ხო და მოატრიალე ხუჭი შეგვასწრება ხუჭება ბაბა იცადი ხუჭება როგორ გასწავლა მოეცეთ ელაპის გავხეთე. ბაბა წავს ეს ოქ ცოტა ჩაოჭირო ეს აზრია კოსტი ჩვენზე ჩქარადა აზრია რა თან მაშ მარჯვენა ოდანის მე უწეოდი ვარ ჩქარა უნდა უიარო ძალიან ნელადა ეხლა მე ვიყურებდა და ვინდა გასწავლე. ხო და მინდოდა რომ ისე დაგერტყა რომ ჩვენ შემოუტრიალებულიყავით და მე იმედია უკან ამან დაგაბუდია ცოტა რა მექნა არაფერი რა უნდა ექნა არა მაგაში რო იყოს რუსნები გარჭობილი რო ხედავ გზაზე რო იმაში რუსმანია რა წვალება იქნება ცოტა დაშვებული საბურავი უფრო ისაც ხო წვალება ითება რომ არავინ არ უნდა დააფინიშოს რა. აუ ძალიან ის არის რა პრიზი ისეთი იქნება რომ არ გვიდა რომ მოგებული ყავდეს. და დაფინიშებაზეა პრეზი თუ პირველი დაფინიშება არ პირველი დაფინიშება. სულ მოგდევს უკან შეჩემოდა ერთი უკან რო არა ეს აქ მოგდევს უკან თუ იქ სტარტი ხო ერთი იქ ანუ ნახე თანაბრად დაიწყებს არა ყველას ეხლა დროებით არ არის? თქვენ რახან პირველები იყავით ხო ანუ ვიდეოში თქვენ დგებით პირველი სტარტს ო მეორე ვინც იქნება ის მეორედ გასტარტს იმიტომ რომ არიცი უკან უკან კიდე თუ უკან ვერ ხედა ვერაფერს სარკეები კალას თვალები ჩვენს მაგ სარკეები უნდა გაასწორო და ამით უნდა დაინახო ხო წინ თუ წახვედი და უკანა ტიპებმა ერთმანეთს დაცხეს უასთან თავი ტრასაზე იარო რა წინოდ გეხარ და უკან 6 ტიპი გიდგა გინდა რომ უკნიდან დაიწყოთ. არ არა წინ ჯობია არა ეგეთი ყავით არა ანუ თან გზაზე იქნება ზოგან თივა ზოგან ქვიშა ან დაკვირვებები იქნება ეხა ესე გაყალიბ რომ დადიოდი ეგრე ვერ იბლი იქ რა ო ვიცი იმიტომ რომ ეგრე რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იქნება. ბიჭო რაღაც მომიჯი მოვდიოდით ესე ახლოს რა და იქარ შეასწრე უცებ მარჯვნივ მოუხვიო დაიყვი იმიტომ რომ აქედან უხვევდა მე ინსტინქტურად ესე მეგონა და მე მივხვდი მარჯვნივ აქეთ ბორდური შევხვდა და მე რამე ესე დაგიდებ ხელებს მარჯვენა მარცხენა არა იმიტომ რომ ეს მარჯვნივ გაუხვიო შეჩემო ვერდიდან გვასყდებოდა იქარ შევასყდეთ ხო და რუჩნიკი მეჭირა მე გამოუწევ მეთქე ცოტას იქისკენ მიდო და ვეჯახებოდი ბორდური არ ვეჯახებ აუ თუ შეეჯახებოდი იქნებოდი მაგას მარჯვნივ გადაუხვი რა არისო აქედან ეს რომ მოდიოდა რამენაირად უკვე უკან მოუდგებოდით მე და აი მეც რომ მომზდევდით ფიქრობდი უკან როგორ გავჩიტულიყავი და ვერა არა ვერა ვერ გაიჩიტე
ან უეჭველი რაღაცა უნდა ჩატრიალდე რა. ხოდა შენ რო გვიწყავდი მე ის უეჭველი დაგვატრიალებს ეგრე მაინც და რუჩი კი ამოწერე შემი. ვიზად ხარ სასიკვდილო ბოლის. ო ბიჭო, რა პრობლემაა მოვიდა. გინდა ვარჯიშები ჩამოხვიდეთ ხოლმე ვარჯიში. შეიძლება. ეს კომბინაცია არის ძალიან რთული უბრალოდ რა. ეს ეხა შენი ბრალია მექანიკის წარება არ ვიცი და მაგით და გავაკეთეთ. არა, მარტივია შეჩება იმით. სეკუნდები მეორე. მესამე რაც ჭირდება. არა, ეხლა აღარ შეიძლება არაფერი. მესამე არ დაგჭირდება მეორე მიდის სადღაც 100 და 100-ზე მეტი თოცა. სიჩქარის ლიმიტს ადებ თუ არაფერი აი ლიმიტს? გზის ბარიერების მიხედვით იქნება რომ ძალიან დიდი სიჩქარე არ ანუ იმიტომ რომ რაღაცა უნდა შეიძლება მართლა ის იყოს. ძალიან ვიღაცამ აი მახარასნაირი ბარიერი ბეტონი ხო არ იქნება. არა საბურავები ესეც საბურავი. არა, არა, ბილიქ, მაგრამ ისედაც, ანუ ისეთი გასაძრომები იქნება, რომ 100 თუ ვერ წახვალ. ეხლა ნახე ვიღაცა რომ ეხლა არ ვაპირებ გადაყენებას შუა ტრასაზე გაგიჩნდა ვიღაც ტიპი რომელსაც 100 თუ დატორმუზე შეჩება. რა შენ ხელში არ გაგიდო. მე არ მაქვს ტორმუზი. რა შენ ტორმუზი ხლეს დაიკრე, შენ უბრალოდ გაძველი. შერიფერი ჰალკი. ხო. და მაგას თავის წესებია ხო. ანუ სპორტული ხელმძღვანელი იქნება თუ რაღაცა ისეთი მოხდა, რომ აი გაიჭედე და ცუდად გახარ ისე რომ შეიძლება საფრთხე გემუქრება. შიგნით მაგანაც არა. მაგ შემთხვევაში ყვითელი დროშა გაჩერდებიან, გადმოხვალთ თუ ვერ აგძელებთ. და გაგძელდება. ამას მანქანა დარჩება. შენ რო პირველი დაიძრა და კონტეინერში გაჭედო მანქანა, მე არ გავა. მოიცა რამდენი წრეა? 6 წრე იქნება. ჯამში 6 წრე უნდა გადალახო და მაშინ ანუ როგორ იცი, ორი რბოლა იქნება რა. ეხლა თქვენ ხო შენ ხო იქით ძიხარ. თქვენთვის სულ ერთია უკვე. თუ გინდა შეიცვალეთ. არა. ხო და ისენი უნდა შეიცვალონ უეჭველი. აუ ეხლა წარმოვიდგინე ეს საჭირთან კიდევ უარესია. არა, ეგ საშინელი. ისწავლე რა მექანიკა და შევეცვალე. არა, გამოიწვია. ჩემი გადაკვეთას მოყურები და ჩემი თანახმწალებ და ზიგი. არაფერს არ უბრალოდ ბოლომდე გაყოლმა იარე რა. მე გინდა ერთხელ ჩამოვიდი და ვცადოთ. მეორე კომბინაცია? ხო. აუ არა. აი ალექსანდრის რა გაუსწორდი. დამხურება რა. კავს. ეს ჟესტი უძლებს. ტორმუზი რა? აი დროს იქით. ეგ გიდროა. ეგ არის დევით წევ და იმას. ბიჭო ეს რა შრომა? უკან. ეგ არის. ეს უჩნოი არის? ხო და ეს რა არის მაშინ? აი ბოლომდე ამოციო და პოლიცეისკი გააკეთე. პოლიცეისკი. არის ამერიკულ პოლიცეისკი. Ეხიაუში შეკ ბავშვები რო გასწრაწები ახლა გამეჭედა და ამას ვეჭიდებოდი რომ არ გადავადგინე და ეს უყურებდა რა ანუ ძალიან ვიცი საფრთხეებზე რო ეჭედებათ ხოლმე და გასწროხეს თავშები და თარო ატყიალეთ აი აუ ბიჭო ფეხს აწებოდა თან რო ტრიალებდა უბრალოდ ფეხი გამეჭედა შეჩერა ფეხი გამეჭედა ამაში ოღონდ ამას მანდარ აქეთა მე გაზი შეჩერა აი ეს გამეჭედა ხო და აქ გამეჭედა ბიჭო რა უსუსური იყო კროშო ტრიალებს დაიცი. ამას ვეჭიდებოდი რომ არ გადავადგინე და ეს უყურებდა კიდე რა და 3 კილომეტრ-საათ. ჰა? ამ ამის გაჩი. აუგუდამი ყვა. აუგუდამი. როგორც მოსალნელი იყო, აჩი არ დაელო და შეჯიბს და მანამდე კიდე ერთი ავარია მიამარა, რაც თავის ბლოკნოტში ჩაწერა
მოდი გადავიდეთ ახლა იმ სურპრიზზე, რასაც ყველანი ელოდებოდით. ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა სასიკვდილო როლას კომენტარებში, ასევე პირად შეტყობინებებში. გავითვალისწინეთ, რომ ყველას გინდათ მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული იყო ჩვენი რაოდენობა, ჩვენ ფიზიკურად უარს ვერ გეტყოდით, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავამატოთ სასიკვდილო დერბი, სადაც ყველას გაქვთ უფლება გამოხვიდეთ. ააწყოთ თქვენი მანქანა. შეჯიბრი იმავე დღეს იქნება, ოღონდ არ იქნება იუთუბერებთან ერთად. ანუ მაგათ მერე, მაგათ წინ შუალედებში ჩვეულებრივად შეგიძლიათ რომ ყველა მააწყოთ მანქანები. ანუ სპონსორებს უთხრათ რომ ეს ამიწყე, რაც გინდათ. ერთადერთი შეზღუდვა, მოკლედ გეტყვით, რომ კვადრო მანქანა არ უნდა იყოს, ან წინაწამყვანი იყოს, ან უკანა. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა მანქანას აწყობთ. ან მანქანა უნდა ვნახოთ, გამოვაგზავნოთ სურათებში, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენი რეგლამენტებია, რაც უნდა დააკმაყოფილოთ, რომ გაზი არ უნდა იყოს და ძალიან ბევრი დეტალია, რასაც უბრალოდ ვიდეოში ვერ ავხსნი. ამიტომ უნდა დაგვიკავშირდეთ, ჩვენ დაგეხმარებით, გაივლით კონსულტაციას და გადავწყვიტოთ მანქანას გამოუშვებთ თუ არ გამოუშვებთ, თუ ყველაფერს დააკმაყოფილოთ, რა თქმა უნდა გამოუშვებთ, რომ ჩვენც გვინდა რომ რაც შეიძლება ბევრი მანქანა იყოს და ბევრი ლეწვა იყოს. აუცილებელია რომ წინასწარ დარეგისტრირდეთ, ვაკეთებთ საწევრო გადასახადს მაგაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდეთ რომ ივენტზე რამდენ კაცს ველოდებით და უბრალოდ არ იყოს ეს დარეგისტრირება და მაინც დავრეგისტრირებით ჩემი ამის. ანუ გავაკეთეთ საწევროს, მაგრამ არ გეგონთ რომ ეგ საწევრო ჩვენ არხზე მოდის, ან მე მხმარდება, ან ქობულას ჯიბეში მიდის. ეგ საწევრო წავა საპრიზოზე და ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. ეს უბრალოდ გვინდა ჩვენ რომ გავცხლოთ ის ადამიანები, ვისაც არ უნდა გამოსვლა და უბრალოდ არ დარეგისტრირდეს. ქობულ ამოანათ ეხა და სიტუაცია რა ხდება, როგორ ხდება. დაახლოებით წარმოდგენა რომ შეგექმნათ ჩვენი შენობიდან აი ამას ვიძახით ჩვენ ყინულს, ან ყინულამდე არის 100 მეტრი, ანუ ერთი ფეხბურთის სტადიონი ეტევა. ანუ წარმოვიდგინოთ ბოლა რამხელა მონაკვეთზე იქნება, არის რომ ფეხბურთის სტადიონზე ხარ და ფეხბურთის სტადიონზე მანქანები ერთმანეთს ხოცავენ. აქეთ იქნება უკვე არხის პარტნიორები, შემდეგ იქნება ფუდკორტი, გამოფენა მანქანების, ოღონდ მანქანებსაც face control-ს გაივლიან, ესე ვინმეს თუ ყავთ კიდე უნიკალური მანქანა, აუცილებლად მოიწერეთ წინასწარ, იმიტომ რომ სიაში უნდა ჩავწეროთ. აპრილის ბოლომდე იხურება ყველაფერი. კიდე გახსენებთ რომ მონაწილეობა ვისაც გინდათ, შეიძლება მანქანა ნაყიდი არ გქონდეთ, აუცილებლად ჩალიკა პროჯექტზე მოიწერეთ, რომ აპრილის ბოლომდე მოასწრო დარეგისტრირება. იმიტომ რომ აპრილის მერე უკვე ტაიმინგი გაწერილი იქნება და ვერაფერს ვეღარ შეცვლით. თუ გვეცოდება რომ ყავს 100 მანქანა, იქნება 100 მანქანაზე გაწერილი ტაიმინგი. ივენტზე არ იქნება მარტო სასიკვდილო როლები, იქნება დრიფტები, მოტოშოუები. ჩვენ გვეყოლება DJ, რომელიც 6 საათს დადგება ეს დიდი კონტეინერზე თავის DJ აპარატურით. და ხან იუთუბერების ივენტი არის, იქნება იუთუბერი ბატონი ზიკო. შალიკ, პირველ რიგში მივესალმები შენ მაყურებელს. საოცრად ძალიან მაგარ მასშტაბურ რაღაცას გეგმავ და ბედნიერი ვარ, რომ ამ გეგმის ნაწილიც ვარ. შემოგთავაზებთ საღამოდან, გვიანობამდე იმ ცნობილ ჰიტებს, ტრეკებს, რომლებზეც ჩვენ ერთად ბაუნსოვთ. გვიან უკვე სხვანაირად შეგვიძლია რომ ჩავაჭიროთ, გააჩნია შალიკ არის საშუალებას მოგცემს. ყველაფრის საშუალება ხო, შესაბამისად შევხვდებით სასიკვდილო რბოლაზე. გელოდებით. სანამ ეს ჩვენი გადაღებების პროცესი მიდიოდა და ასე შემდეგ პირველი ვიდეო, პირველი ეპიზოდი რაც დაიდო ჩვენი, მაგის მე როგორც გითხარით, ძალიან ბევრი ხალხი იწერებდა რომ ჩვენს გვინდაო და მანქანა მყავს და გამოსვლა მინდაო და ერთ-ერთი იყო ჯიჯი, გიორგი აბაშიძე, გამოიწერეთ აბაშიძის არხით. ვიდეოებში ამბობდა სულ რომ всё, მე ვიყიდე მანქანა, ერთ ვიდეოში მანქანა იყიდა და სასიკვდილო რბოლაზე გამოდივარ. არ ვიცი გამომიშოთ თუ არა. მინდა რომ გავახარო აქედან. წავიდეთ ახლა, ნახოთ ჯიჯი რა მანქანა იყიდა და რა საპირებს. მოვედი ჯიჯისთან, ნახოთ რა მაგარას დაგვახვედრე. აი, ნამდვილი სასიკვდილო რბოლა უკვე დაიწყო. ახადე ერთი რა. დაძრავი არის. ვითხარ ერთ-ერთი, რა ტესტ-დრაივი გადავიღო თუცა ჩემი მანქანის. ყველაზე ჩქარი მანქანა. ამას აქ ერთი გავლა და შენ. ესეთები ბევრი იქნება, რო ისოდეთ. მაგიტომ უნდა მოხვიდეთ სასიკვდილო რბოლაზე, იმიტომ რომ სულ ესენი იქნება. ესეთი გიჟები იქნებიან, არ ვიცი, რამდენი შეიკრებიან, მაგრამ იმდენმა მოიწერა უკვე. პირველი გიჟი ეს იყო და ყველაზე დიდი დამსახურება რომ ეს თემა მოიხო და ჯიჯის თემა არის, იმიტომ რომ უეჭველი გამოდივარ, რომ შანსი აღარ დაგვიტოვა. რა გინდა, რატო გამოიწვია ეს ყველაფერი? ყველა ვარიანტი უნდა გამოვიდე. მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება იყო მართლა არ ვღადაობ დედას ვიცა ვარ, აი მთელი ჩემი ცხოვრების ის იყო გონკანა ვიჟუანია რო ხო იცი? აი რუსეთში ჩემი თემას იყო და მე ვაკეთებ და ვერ გამოვდივარ. ნუ რას ვიზავ. თემა არის მოიხოდეთ კამანდა.
ვინც წერდით და ძალიან ბევრმა მომწერეთ პირადშიც და ისედაც Facebook-ზე, Instagram-ზე რა ვიყო განიწერებოდით, რომ გვინდა. ეხლა შეგიძლია. აჰა, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი. უძმა ხარ თვალი არ ეცეს. საუკეთესო ივენტს გიტარებ. კიდე რაც შეეხება, ვინ გინდათ რომ შემდეგ იუთუბერების მანქანას დაждდეთ? დაწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ ხო ხედავთ, თქვენ нас ვითვალისწინებთ. ასე რომ დავაი, წავით, არხი გამოიწერთ და გავისწრებთ. იმისთვის რომ აკა მინიმუმ არა, იმისთვის რომ კაკ მინიმუმ ქართულად როგორ არის? ყველაზე მინიმუმ, ყველაზე ცოტა. კაკ მინიმუმ შეჩემა რო ის კაკ მინიმუმის მომიდა ქართულად. მინიმუმის მერე რა სიცა? კონტაქტი გინდა? ო, ამ ბოლოზე მოხდეთ. იმისთვის რომ კაკ მინიმუმ იმისთვის არ არის. ყველაზე მინიმუმ ამ შეჯიბში მოხდა. და ესენი ჩასვით და მიხვდებიან. ესენი გაუმიჩინე მართლა იყო. კონტაქტი ხო ჩემი დედამოდი. ეს არ გამოვაჩინო. არა წავედი ჩვენ არხი გამოიწერეთ, სასიკვდილო ბოლოზე რომ მოხდეთ და ასევე ჩვენ კაი ვიდეოებსაც რომ მოყოლოთ. ეს გამომიჩინე